როგორ ვიურთიერთოთ მშვილდოსნის ნიშანთან. არსებულ ნიშანს ძალიან უყვარს, როდესაც პირდაპირ ეუბნებიან სათქმელს ყოველგვარი შელამაზებისა და როგორც თქვენ მოკიბის გარეშე, ხო? არსებული ნიშანისთვის მნიშვნელოვანი არის პირდაპირ ყოველგვარი ასე თქვა შემზადებების გარეშე უთხრა ის, რაც საჭირო არის რომ ითქვას. მას უყვარს სიმართლე და სიმართლის მოყვარული ადამიანები. ვერ იტანს, როდესაც ცდილობენ ის რაიმე სიტუაციაში გამოიყენონ, რაიმე კუთხით მოაატყუონ, ხო? არსებული ნიშანი საკმაოდ აფასებს თავისუფლების მდგომარეობას, ის არ უნდა შეზღუდოთ სიტუაციური კუთხით, არ უნდა დაუწესოთ გარკვეული სახის ჩარჩოები, შესაბამისად, ის რაც უფრო მეტად თავისუფლების შეგრძნებით იქნება, უფრო მეტად აქტიურ პოზიციაში იქნება თქვენთან მიმართებაში. როგორც კი რაღაცა კუთხით იგრძნობს არსებული ნიშანი, რომ თქვენ უწესებთ ჩარჩოებს, ან მის კონტროლირებას ცდილობთ, ან მის ასე თქვა სადავეების ხელში დაჭერას, შესაბამისად ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს თქვენი ურთიერთობის მდგომარეობა. ასეებული ნიშანი საკმაოდ აფასებს იუმორის გრძნობას, უყვარს ინტელექტური ადამიანებს, რომლებსაც აქვთ აზროვნების უნარი, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება, ესე ვიტყოდი, ცხოვრებისეული საკითხებისა და სიტუაციების მიმართ, შესაბამისად, მას არ უყვარს პესიმისტი ადამიანები, რომლებიც ყველაფერში ცუდ სიტუაციებს ხედავენ. ის არის საკმაოდ ცეცხლოვანი, აქტიური ნიშანი, მას არ უყვარს, როდესაც რაღაც მომენტში მასთან მიმართებაში მიჯაჭვულობებს ივლენენ გამოავლენენ ადამიანები, ან თუნდაც ეჭვიანობას გამოავლენენ. ხოლო ძირითად შემთხვევაში ეჭვიანობები ახასიათებს ძირითად არსებულ ნიშანს, მშვილდოსნის ნიშანს და ეგოისტური დამოკიდებულებები. შესაბამისად, მასთან მიმართებაში სხვა რომ იგივეს ასე ვთქვათ აკეთებს, ეს საკმაოდ არ მოსწონს. თუ გინდათ რომ მასთან გქონდეთ ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობა, იყავით უფრო მეტად აქტიური, იყავით უფრო მეტად ინტელექტუალური, პოზიტიური, სიახლეების მოყვარული, ექსპერიმენტატორიც გარკვეული კუთხით შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მას რუტინული ცხოვრება საკმაოდ ბეზრდება და ერთ და იგივე სიტუაციებში დიდხანს ვერ ჩერდება, შესაბამისად ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ გინდათ რომ მასთან არ გქონდეთ კონფლიქტური სიტუაცია, ეცდებით მის მოტყუებას და კიდევ ერთხელ განმეორდებით ჩარჩოებში მოქცევას და თავისუფლების შეზღუდვას.